საღამო მშვიდობისა, თქვენ ფოკუსს უყურებთ დღის მთავარ ამბებს ტაბულას გუნდთან ერთად ირაკლი კიკნაველიძე და სალომე უგულავა წარმოგიდგენთ. კიდევ ერთი ძველი გახმაურებული საქმე და ახალი ბრალი. ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე ყოფილ მთავარ პროკურორს მამუკა გვარამიას და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის ყოფილ მოადგილეს როსტომ ლაზარიას ბრალი წარუდგინა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერმა თქვა, რომ ქართული ოცნების არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ყველა საქმე გაიხსნა და მხოლოდ 1-2 გახმაურებული საქმე იყო დარჩენილი. მათ გამოძიების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციას ედავება. პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს გვარამიას და ლაზარიას დაკავების შესახებ განჩინების მიღების თაობაზე შუამდგომლობით უკვე მიმართა. კორტების სპეცოპერაციის საქმეში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელებს კი სასამართლომ აკკვეთ ღონისძიებად პატიმრობა განუსაზღვრა. მოსამართლე გოგინაშვილის გადაწყვეტილების მიღებამდე თავად ბრალდებულებმაც მიმართეს, მათ წაყენებული ბრალდებები უარყვეს და საკუთარი არგუმენტები წარმოადგინეს. დილიდან ხმაური იყო სასამართლო დარბაზთან, სადაც დაკავებულთა ახლობლები იყვნენ შეკრებილი. სხდომაზე დასწრებას მოითხოვდნენ ვაზაგაშვილის ოჯახის ახლობლები, დაპირისპირება სწორედ მათ შორის მოხდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ კორტების სპეცოპერაციის საქმეში 12 ბრალდებულს აკკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ადვოკატებს ბრალდების მხარის შუამდგომლობა უსაფუძვლოდ მიაჩნდა და დაკავებულების აკკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ. ჩვენ არ ვიცით როგორ ასაბუთებს ამას სასამართლო, ვინაიდან მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა. დღეს საღამოს გვიან ახვალ ალბათ დილით ავიღებთ უკვე დასაბუთებულ განჩინებას, ბრძანებას აკკვეთ ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების შესახებ და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, გავასაჩივრებთ თუ არა, მაგრამ უფრო ვფიქრობთ, რომ არ გავასაჩივრებთ. სამართლიანობის შეფასება ზოგადად ძალიან რთულია. ხა ეს ვისთვის სამართლიანია, ვისთვის უსამართლო. ამდენად, რადგან მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება, ესე იგი არსებობდა გარკვეული მტკიცებულებები და მიიღო ეს გადაწყვეტილება. წარმოადგენთ საკმარისი და ობიექტური მტკიცებულებები ამისა, რომ კონკრეტული ლამპირების მიერ არის ეს დანაშაული ჩადენილი, კონკრეტული ლამპირების მოხდა ფალსიფიკაცია მთელი რიგი მტკიცებულებებისა და რომ ისინი თავისი ავტორიტეტის, თავისი ძველი კავშირების საშუალებით შესაძლებელი იყო მოეხდინათ მოწმეზე ზეგავლენა და მათ შორის მოვიყვანეთ კონკრეტული მაგალითი მოწმეზე ზემოქმედებისა მათი მხრიდან. მოგვიანებით ადვოკატმა დავით ხაჟალიამ ვარაუდი გამოთქვა, რომ დაკავებულებს პატიმრობა მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით შეუფარდეს. ადვოკატები ყოფილი პოლიციელების სასჯელ აღსრულების მეცხრე დაწესებულებაში გადაყვანასაც ითხოვენ. ვარაუდობთ, რომ შესაძლებელია ზოგიერთი ბრალდებულის მიმართ განხორციელდეს ასე ვთქვათ ფსიქოლოგიური ზეწოლა ან ვთქვათ გარიგების შეთავაზება ეგრეთ წოდებული სასურველი ჩვენების ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, მიღების მიზნით და ბრალდების მხარე ამით შეეცადოს თავისი პოზიციების გამყარებას ამ საქმესთან დაკავშირებით. ყოფილი პოლიციელების გლდანის მერვე დაწესებულებაში გადაყვანის და მოთავსების შემთხვევაში შესაძლებელია მათ მიმართ პატიმრების მხრიდან ადგილი ჰქონდეს გარკვეული სახის ინციდენტებს, როგორც ადვოკატის ჩემი თხოვნაც არის, რომ ისინი მოთავსებული უნდა იქნენ სასჯელ აღსრულების ნომერ მე-9 დაწესებულებაში, ეგრეთ წოდებული მატროსოვის ციხეში. გადაწყვეტილების მიღებამდე კი სასამართლოში დაკავებულთათვის აკკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს რამდენიმე საათის განმავლობაში განიხილავდნენ. პროცესის მიმდინარეობისას განცხადებები ბრალდებულებმაც გააკეთეს. ირაკლი ფირცხალავა პროკურატურის ვერსიას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მან ვაზაგაშვილის და ხუბულოვის მკვლელობა თავისი ძმის გამო შურისძიების მიზნით დაგეგმა. ხუბულოვს ინფორმაცია არ მიწვია სოლის ჩემს დავაკავებინეთ. ესენი მუხანათურად მოქმედებენ არაკმარის იმ ოჯახს, ხუბულოვის ოჯახზე და ლაპარაკი, ეს დიდი ტრაგედია, ეს ის შვილებს ინფორმატორად გამოუცხადეს, არ იყო. ხუბულოვი ბაშკაცი, მართალი სხვა პროფესიის და დამნაშავე ადამიანები ბაშკაცი კაცი. საქმის განხილვა დარბაზგარეთ ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. დაკავებულებისა და ვაზაგაშვილების ოჯახის ახლობლები სასამართლო დარბაზში შესვლას ცდილობდნენ. სასამართლო შენობასთან კი თავისუფალი თაობის აქტივისტები შეიკრიბნენ. Vamos!
შენ ვაფშე იური ვაზაკაშვილს იცნობდი? არა, იცნობდი მე კი. შენ რა კაცი ხარ, ბიჭო, კაც მარიგობა დააბარო, შენ რა კაცი ხარ, სპორტულ წამოდი. შენ ახარ არა კაცო შენ. შენ პასუხს აგებ კანონით მაგიჩი, არა კაცო შენ. შენ რა მამა ხარ, ბიჭო, 10 წლის მერეკვირი ხარ, შვილი მომიტყეს. დღეს იწყება სამართლიანობის აღდგენა საქართველოში. მე ვთქვი, რომ ნაციონალური პარტია ამ საქმეებმა გადაამტვრია ხერხემალში და ეს საქმეები სამართლიანობის აღდგენას აუცილებლად გაუძღვება წინ და აუცილებლად დასასრულამდე. მე მიმაჩნია, რომ ისრაელის პროკურატურა მისაუბრა არის შეთხზული ზღაპარი, არაფერი მას საერთოდ სიმართლესთან არ აქვს და რომ სახელმწიფო გვაქვს პოლიტიკური შურისძიება პოლიციელების მიმართ. მთავარმა პროკურატურამ ეგრეთ წოდებული კორტების საქმე გახსნილად გუშინ წინ გამოაცხადა და ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის განზრახ მკვლელობისა და დოკუმენტების ფალსიფიკაციის ბრალდებით პოლიციის 5 ყოფილი მაღალჩინოსანი და სპეცრაზმის 6 წევრი დააკავა. ძალოვანი უწყების განცხადებით ეგრეთ წოდებული კორტების სპეცოპერაცია ირაკლი ფირცხალავას უშუალო ხელმძღვანელობით ალექსანდრე ხუბულოვის მიმართ პირადი შურისძიების მოტივით დაიგეგმა. 2002 წელს დაღუპული გიორგი გაბუნიას მამა მკვლელობაში ზურაბ ვაზაგაშვილს ადანაშაულებს. მისი თქმით, შვილისთვის ციხის ასარიდებლად იური ვაზაგაშვილმა 2002 წელს პროკურატურაში ქრთამი გადაიხადა. გაბუნიას მკვლელობის საქმეზე ინფორმაციას არ ფლობს სახალხო დამცველი, მომხდარს ვერ იხსენებს ელენე თევდორაძე, რომელმაც გაბუნიას მამის თქმით, ზურაბ ვაზაგაშვილს რეკომენდაცია გაუწია ციხიდან გამოსვლისას. 2002 წელს დაღუპული გიორგი გაბუნიას მამა ლევან გაბუნია საკუთარი შვილისა და ბექა პაპუაშვილის მკვლელობაში ზურაბ ვაზაგაშვილს ადანაშაულებს. ამის შესახებ მან გუშინ გადაცემა არჩევანში ისაუბრა. ლევან გაბუნიას თქმით, მაშინ იური ვაზაგაშვილმა შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ ვაკე საბურთალოს პროკურატურას $70,000 გადაუხადა. 2002 წელს ზურაბ ვაზაგაშვილმა თავის მეგობრებთან ერთად მოკლა ბექა პაპუაშვილი, რომლის მოწმე იყო ჩემი შვილი გიორგი გაბუნია. ჩემი შვილი როგორც მოწმე მოიშორა ვაზაგაშვილმა, რომ მას პასუხი არ ეგო. რატომ მოხდა მათი გათავისუფლება, თუ გაქვთ თქვენ ინფორმაცია მის შესახებ? ყველა საუბრობდა იმას, რომ მაშინ იური ვაზაგაშვილმა გადაიხადა $70,000. ვის გადაუხადა? ვის გადაუხადა და ვაკე საბურთალოს პროკურატურას. ლევან გაბუნიამ ასევე აღნიშნა, რომ წლების წინ ზურაბ ვაზაგაშვილის გათავისუფლებაში დიდი როლი ითამაშა შეწყალების კომისიის მაშინდელი თავმჯდომარის ელენე თევდორაძის დახასიათებამ და შუამდგომლობამ. ტაბულა დაუკავშირდა ელენე თევდორაძეს, რომელიც მკვლელობაში ბრალდებულისთვის რეკომენდაციის მიცემას გამორიცხავს. მისივე თქმით, იური ვაზაგაშვილს პირველად კორტების საქმის შემდეგ შეხვდა. რაც შეეხება პაპუაშვილისა და გაბუნიას საქმეს, თევდორაძე ამბობს, რომ ეს საქმეები არ ახსოვს. თუ ის იყო გასამართლებული, ავიღოთ ხო? მე როგორც შეწყალების კომისიის წევრი და თავმჯდომარე ჩემს რეკომენდაციას ვის უნდა მიმართა? მე ჩემ თავს ეს სისულელია ერთი და მეორე უნდა გითხრათ, რომ 18 წლის განმავლობაში არ არის არახსოვს კომისიის წევრებისგანაც კი, რომ მე მკვლევს ხმა მიმეცა შეწყალებაზე, ეს გამოვრიცხა. დღეს საინფორმაციო ანალიტიკურმა პორტალმა კვირამ ვაკე საბურთალოს ყოფილ პროკურორთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. თამაზ გეთია ადასტურებს, რომ 2002 წელს ნამდვილად მუშაობდა ვაკე საბურთალოს პროკურორის თანამდებობაზე, თუმცა უარყოფს ლევან გაბუნიას განცხადებას $70,000 გადახდის შესახებ. რა სისულელეს მეუბნებით, როგორ მკადრებთ ასეთ რაღაცას, რა ფულის აღებაზე მელაპარაკებით, რა მახსოვს წლების წინ მომხდარის საქმე, მიმართეთ პროკურატურის პრესცენტრს და ინფორმაციას მოგაწვდიან. ამას წინათ ლევან გაბუნიამ ჯერ თქვა, პოლიციამ დაფარა ეს დანაშაულიო და მაგან ჯერ კარგად გაარკვიოს რაღაცეები. ალბათ გამოითხოვენ მაგ საქმეს და შეისწავლიან. ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატი გაგი მოზიაშვილი იმ მასალების გადაცემას ითხოვს, საიდანაც ირკვევა, რომ ვაზაგაშვილს გაბუნიას საქმეზე ბრალი ჰქონდა წარდგენილი. მისი თქმით, ეს ცნობა ახალი არ არის, თუმცა საქმეში დევს ინფორმაცია, რომ ზურაბ ვაზაგაშვილი ნასამართლევი არ არის. მე როგორც იურისტი ვითხოვ, რომ მომეცით მასალები, სადაც იქნება თუნდაც ბრალი წაყენებული, თუნდაც დაკითხული ამ ფაქტთან დაკავშირებით, რომ რაღაც შემხებლობა გქონდეთ ამ მასალებთან, ამ საქმესთან, ზურაბ ვაზაგაშვილს ან იური ვაზაგაშვილს. ეს ისეთივე, ასე ვთქვათ, სიმართლეა, როგორც ის, რომ თურმე იური ვაზაგაშვილი ფსიქოტროპული თუ ნარკოტიკული ნივთიერებებით ვაჭრობდა ჯაზოსთან. მავანი და მავანი იყენებენ ამ პიროვნებას ვაზაგაშვილების ოჯახის დისკრიმინაციისათვის.
გიორგი გაბუნიას საქმეს არ იცნობს სახალხო დამცველი. უჩა ნანუაშვილის თქმით, მან ამის შესახებ პირველად გაიგო. მე პირველად გავიგე ამის შესახებ, არანაირი ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით არ გამოჩნდა. გაბუნიას საქმეზე კომენტარები გააკეთეს ხელისუფლების წარმომადგენლებაც. ეკა ბესელიანს აინტერესებს, რატომ არ იყო ეს საქმე გამოძიებული აქამდე. რა ხდებოდა მთელი აი ამ 2002 წლიდან 2015 წლამდე, რატომ არ იყო ეს საქმე გამოძიებული ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში, რატომ არ დაისვა ეს საკითხი, რატომ არ იყო ეს საჯარო განცხადებები და რა ხდება ამ საქმეზე. ჩვენთან პირადად ესეთი განცხადება არ შემოსულა. მთავარმა პროკურატურამ ეგრეთ წოდებული კორტების სპეცოპერაციის საქმე გახსნილად გამოაცხადა და ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის განზრახ მკვლელობისა და დოკუმენტების ფალსიფიკაციის ბრალდებით 11 ადამიანი დააკავა. აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მედია ვასაძემ პარტია და ფრაქცია ქართული ოცნება დატოვა. ვასაძის წასვლის შემდეგ მმართველ გუნდს აჭარის უმაღლეს საბჭოში ბიუჯეტისა და საკადრო საკითხების გადაწყვეტისთვის საჭირო 11 ხმა აღარ ექნება, თუმცა ამ ეტაპზე ის ინარჩუნებს უბრალო უმრავლესობას საბჭოში ქართულ ოცნებას 10 დეპუტატი ჰყავს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 8, თავისუფალ დემოკრატებს 2. მედია ვასაძე კი დამოუკიდებელი დეპუტატის მანდატით რჩება. ვასაძემ ქართული ოცნების დატოვების მიზეზები არ განმარტა, თუმცა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებით ის აჭარის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებულ პროცესებს ემიჯნება. პირველი ყოვლისა პატივისცემა დაუდასტურო ჩვენი ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. მე ჩემი სიცოცხლის ბოლომდე შევინარჩუნებ მის დამი პატივისცემას. მადლობა მინდა უთხრა ქვეყნის პრემიერს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შეეჩერებინა ჩემი ეს გადაწყვეტილება. იმდენად დავშორდი ქართული ოცნების პრინციპებს ჩვენს რეგიონში ზოგადად, რომ მაქვს სურვილი გავემიჯნო იმ პროცესებს, მე ვტოვებ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება ქართულ ოცნებას, რომლის თანადამფუძნებელი გახლავართ. პარლამენტში კომიტეტები შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიცირებულ გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველ კანონპროექტს განიხილავენ. მისი მიღების შემთხვევაში ძალადობისკენ მოწოდება დასჯადი გახდება. კანონპროექტის დამტკიცებას არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი და რელიგიური უმცირესობები ეწინააღმდეგებიან. ამგვარი ცვლილების მთავარი ლობისტი კი წლების განმავლობაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. შუღლის გაღვივების აკრძალვის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი უკვე საპარლამენტო კომიტეტებში განიხილება. ცვლილება, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში უნდა შევიდეს, სხვადასხვა ფორმით გამოხატულ ძალადობრივ მოწოდებას დასჯადქმედებად აქცევს. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და რელიგიური ჯგუფების აბსოლუტური უმრავლესობა კანონპროექტის მიღებას ეწინააღმდეგება, თუმცა მას მხარს უჭერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო. შუღლის გაღვივების ფორმულირებით შემოთავაზებული საკანონმდებლო ნორმის შემოღებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველად მიიჩნევს ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც. საკმარისი არის ვფიქრობ ის კანონი, რომელიც არსებობს და სწორედ ამ კანონის მიხედვით უნდა მოქმედოს სამართალდამცავება. რაც შეეხება ამას, მე ვფიქრობ ეს არის იმ ტენდენციის საპირისპირო, რომელიც არის დღეს მსოფლიოში პირიქით სიტყვის თავისუფლება არის ის ფაქტორი, რომელმაც უნდა ასე ვთქვათ შექმნას ეს სამყარო, სადაც რელიგიური დაპირისპირებები სწორედაც რო არ არსებობს. ეს ნორმა პირველ რიგში არის პრევენციული ხასიათის და მიზანმიმართულია იქითკენ, რომ შუღლის გაღვივებას არ კონდეს რაღაცა ისტერიული ხასიათი და ამან არ გამოიწვიოს შემდგომ პირდაპირი საფრთხე, გამოიწვიოს პირდაპირი საფრთხე ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის მიმართ. ეს ემსახურება კეთილ მიზნებს, ეს ემსახურება იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობიანად იცხოვრონ განსხვავებული რელიგიის, ეთნიკური და სხვა ჯგუფების წარმომადგენლება. ჩვენი კომიტეტის რეკომენდაცია იყო, რომ გარკვეული ცვლილებები შევიდეს ამ ფორმულირებაში, რომ ეს ბალანსი იყოს დაცული, ანუ გამოხატვის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და უსაფრთხოების ინტერესი. ტერორიზმთან დაკავშირებული საფრთხე უნდა იყოს იგივე შუღლის გაღვივების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით პირდაპირი და რეალური. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე ტაბულასთან საუბარში განმარტავს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია არასამთავრობო ორგანიზაციებს დაპირდა, რომ კანონპროექტის ჩანაწერს მყისიერი საფრთხის ტესტი დაემატება, რაც მის ბუნდოვანებას მეტნაკლებად მოხსნის. მიქელაძე წუხს, რომ კანონპროექტის განხილვისას დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები საკანონმდებლო ორგანოში არ მიიწვიეს.
პირველი წესით კანონპროექტის განხილვა თავდაცვის კომიტეტზე მოხდა, სადაც მოხსენება კანონპროექტთან დაკავშირებით წარმოადგინა იზორიამ. ბატონმა ლევანმა მიუთითა იმაზე, რომ ის მზად არის, როგორც კანონპროექტის ინიციატორი, ნორმაში გაითვალისწინოს მყისერი საფრთხის ტესტი, რაც გარკვეულ, თქვათ, გონივრულ საზღვრებს დაადგენს ამ ნორმის გამოყენების. სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს 18-მა წარმომადგენელმა გუშინ განცხადება გაავრცელა და კანონპროექტს არისკო უწოდა. ამავე აზრზეა საბჭოს წარმომადგენელი ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე, რომელიც კანონპროექტის მომზადების პროცესში უმცირესობათა ჩართულობის არარსებობაზე სვამს აქცენტს და შიშობს, რომ კანონად ქცევის შემთხვევაში ნორმა დომინანტი რელიგიური ჯგუფის ხელში საპირისპირო აზრის ჩამხშობ ბერკეტად იქცევა. საფრთხე შეექმნება სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას და ყველა იმ ადამიანს, ვინც გაბედავს და იტყვის იმას, რაც არ ზის მეინსტრიმის ხაზში, რაც არ მოეწონება მაგალითად დომინანტ რელიგიურ ჯგუფს. თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაპირებს შეასრულებს და სისხლის სამართლის კოდექსში ძალადობისკენ მოწოდების კრიმინალიზება მხოლოდ მყისიერი საფრთხის შემთხვევაში მოხდება, მაშინ გაუგებარი დარჩება, რატომ გახდა ამ კანონპროექტის ინიცირება საჭირო, როცა ჩვენი კანონმდებლობა ამგვარ მოწოდებას ისედაც სჯის. პარლამენტში ახალი საგაზაფხულო სესია წინა წელს ნათქვამი ფრაზების ხელახალი გარჩევით დაიწყო. კაკო ბობოხიძეს, დავით საგანელიძე საშემოდგომო სესიის დასასრულს გინებისთვის ბოდიშის მოხდას თხოვს. შელაპარაკების გამო პარლამენტის თავმჯდომარემ შესვენება გამოაცხადა. ამ დაპირისპირების პარალელურად ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გახმაურებული საქმეების შესასწავლად საგამოძიებო კომისიების შექმნას მოითხოვს. საპარლამენტო უმცირესობა შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში მისვლას ითხოვს. ნაციონალურ მოძრაობას სურს განმარტება მიიღოს განცხადებაზე, რომელიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის მზადებას ეხებოდა. საპარლამენტო უმცირესობის წევრების თქმით, ახალი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძის საქმიანობას აგრძელებს და ნაციონალური მოძრაობის დისკრედიტაციითაა დაკავებული. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნა გაუგებარია და ახალი მინისტრი პროფესიონალია. ჩვენ ვითხოვთ, რომ მოვიდეს ის პარლამენტში და საზოგადოებას განუმარტოს თუ რაში მდგომარეობს ჩვენს მიერ არეულობის მოწყობის მცდელობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქვეყანაში ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ჭორაობის ნაცვლად უნდა ებრძოდეს კრიმინალს, რომელიც სამწუხაროდ კალეიდოსკოპური სიჩქარით იზრდება. ის 9 წლის განმავლობაში ნაშენები პოლიცია მოექცა ისეთ პირობებში, რომ შეიძლება მათ უკვე ეშინოდეთ კიდეც დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლა. როგორც ჩანს, აშინებთ პრინციპული და პროფესიონალი მინისტრის, ასე ვთქვათ, აქტიური ქმედებები. როგორც ჩანს, ეს აშინებთ. დანარჩენს რა იგეგმება, თუ იგეგმება და ვის რა ბრალი შეიძლება მიუძღოდეს, ეს გამოძიების საქმეა და რა თქმა უნდა, სამინისტრო თავად უპასუხებს ყველა კითხვას, რაც არსებობს და ერთი ის ვიცით, რომ ნამდვილად არეულობას ქვეყანაში არ დაუშვებთ და პოლიცია თავის სიმაღლეზეა და ნებისმიერ დესტაბილიზაციას, კანონის დარღვევას უპასუხებს სათანადოდ, ადეკვატურად და იქნება ყველა ფაქტი რეაგირებული. პარლამენტში საგაზაფხულო სესია დაპირისპირებით დაიწყო. სიტყვიერი დაპირისპირება აკაკი ბობოხიძის გამოსვლას მოჰყვა, რომელშიც საპარლამენტო უმცირესობის წევრი წყალტუბოში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობდა. დავით საგანელიძემ ბობოხიძეს გასულ წელს გინების გამო ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა. უმრავლესობის ლიდერის განცხადებებს სხვა წევრებიც შეუერთდნენ და დაპირისპირების გამო პარლამენტის თავმჯდომარემ შესვენება გამოაცხადა. მინდა გითხრათ, რომ ეს არის 10 სოფელი, რომელიც აწარმოებს 100 მილიონამდე საექსპორტო პროდუქციას და ასევე მინდა გითხრათ, რომ ამ ადამიანებმა თავიანთი შრომით, თავიანთი ფიზიკური შრომით, თავიანთი მცდელობით პრაქტიკულად გაუკეთეს სრული მატერიალური უზრუნველყოფა იმ მოლოდინებს, რომელიც იყო რუსული ბაზრის მიმართ. დღეს რუსეთში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამო ეს ხალხი რეალურად არის ამ კრიზისის მსხვერპლი. ჩვენ ახლა მოვისმინეთ კაკო ბობოხიძის გამოსვლა. ბატონს არ უწოდებ, იმიტომ რომ მე ამ სიტყვას ძალიან დიდ პატივს ვცემ და ყველას მიმართ ვერ გავიმეტებ რა. ვიცოდი რომ ის აპირებდა გამოსვლას და მითხრა კიდეს რომ გამოვა და ბოდიშსაც მოიხდის და მისი პოზიცია ეს იქნება. და შესაბამისად მე ვთხოვეთ ჩემს კოლეგებს რომ ის რეაქცია, ეს ემოცია რაც იყო ყოფილიყო თავშეგავებული. როგორც ჩანს, ამან პირიქით გააღიზიანა კაკო ბობოხიძე დაიწყო განცხადება, იმიტომ ორი განცხადების გაკეთებას აპირებდა, ერთს არ აპირებს, იმიტომ რომ არ აინტერესებს არც საზოგადოება, არც ხალხი, არც ქვეყანა, არც უმრავლესობა. ბატონო საშო,
ძალიან გთხოვთ, ახლა ნუაყვებით ამ ყველაფერს, მიიღებთ მერე უარეს. მე შემიძლია ხარჯზე დაგიფიცოთ, რომ ძალიან მაწუხებდა ეგ ამბავი. პირველ რიგში თუინმე დავაზიანე, პირველ რიგში ჩემი თავი დავაზიანე, თუმცა როცა ბატონი დათო ლაპარაკობს, რომ უცენზურო სიტყვები პარლამენტში თუნდაც მარტო ბობოხიძე არის, არა ბატონებო, კეთილი ინებეთ, ყველას უცენზურო სიტყვა გავაკონტროლოთ. ბატონებო, მე ნამდვილად ვაპირებდი დღეს ამ განცხადების გაკეთებას, მაგრამ როდესაც ბატონი დავით ითხოვს, რომ ბობოხიძე ან არ გამოვიდეს, ან ამით დაიწყოს, ბოდიშვიხდი, მაგრამ სწორედ იმის დასამტკიცებლად, რომ ბოდიშის მოხდა, რომ რაშიც არ ვგზნობ თავს მართლად, პრობლემა არ მაქვს, სწორედ იმიტომ თქვი, რომ მაინც გავაკეთებ, ოღონდ მე და არ გავაკეთებდი დღეს ბატონი დათოს მითითებით, იმიტომ რომ ბატონო დათო ბოდიშების მოხდა მითითებებით არ ხდება, რომ იცოდეთ. პარლამენტში დღესვე ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაზეც იმსჯელეს. ისაზე ჩვენ საუბრობდით 2 წელი, რომ ეკონომიკაში არის პრობლემები, ეს უკვე დაინახა ყველამ პრაქტიკულად და ეს თქვენი ზღაპრები, რომ ნაციონალურ მოძრაობა უშიშხეს და რაღაც კოაპიტაცია უშიშხეს და შემდეგ უკვე არავის აღარ ჯერათ. ეს არის შედეგი იმის, რომ ივანიშვილის თანაშემწე, რომელიც ახლა დე-ფაქტო ქვეყნის პრემიერის ფუნქციებს ასრულებს, ერთ წინადადებას ვერ აყალიბებს ზეპირად ეკონომიკაზე და მუდმივად ჭირდება ტექსტების კითხვა. ეს არის თქვენი ეკონომიკური ხედვების სრული კრახი. უცხოელმა ინვესტორმა არ იცის ეს ნაციონალური მოძრაობა მაპატიეთ ბრჭყალებში დაბოღმილი ოპოზიცია, რომელსაც უნდა რაც შეიძლება ცუდად წარმოაჩინოს საქართველოს და არასწორი ინფორმაციაზე ტყუილებზე დამყარებული გააქვს და გააქვს ესეთი ინფორმაციები. ინვესტორი ფიქრობს, რომ რატო უნდა ჩადოს ფული ისეთ ქვეყანაში, რომელზის წარმომადგენლები, დეპუტატები და სხვა ასე წარმოაჩენენ ამ ქვეყანას. საკანონმდებლო ორგანოში დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატებს უყრიან კენჭს. უმრავლესობაში წევრებმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებზე დახურულ კარს მიღმა იმსჯელეს. ქუთაისში დღეს პარლამენტთან იპოთეკარების აქციაც გაიმართა, რომლებიც ხელისუფლებას წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას თხოვენ, მოქალაქეების სხვადასხვა შინაარსის მოთხოვნებით შეიკრიბნენ, მათ შორის იყო მოწოდება შეჩერდეს გამოსახლება. იპოთეკარები ასევე ითხოვენ დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი კრედიტების აღების შესაძლებლობას. მათი თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლებამ დაპირებები არ შეასრულა და თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქციები გაგრძელდება. თავშესაფარი ძაღლებსა მე ქუჩაში გამომაგდენ იმისა დამილეწეს სულ ავეჯი პოლიციამ სულ ციხლებით ისროლა ჩემი ავეჯი თქვენ კი შიგნით შედიხართ თქვენ ძაღლების თავშესაფარს ინახავთ მაგალითად და აგვარი ძაღლებს სულდა თავშესაფარი და პრეზერვატივების მაზაგეთ კანონებს ადგენთ ესაა ჩვენი თავობა ესაა ჩვენი მოყვანილი ხალხი ჯერჯერობით არ ვარ გამოსახლებული სახლიდან, მაგრამ მეც ამ ხალხის სიაში აღმოჩნდები და მარტო მე კი არა, ნახევარი საქართველო. მე ამიტომ ვარ მოსული. გვაქვს ეს გამოდანილი საბარნიგე მეურნეობა და ვეღარ შეგვაქვს. ბაზარი დაიგედა, კარგად მოგეხსენებათ ომია უკრაინაში, ჩვენ უკრაინაში ვაგზავნიდით, ვეღარ ვაგზავნით და ვერ შეგვაქვს თავისთავად პროცენტებიც. ტელევიზორში გამოვიდა თია წულუკიანი და თქვა თია წულუკიანმა რომ ხალხო ჩვენ არცეთ მოსახლეს არ დავტოვებთ ბინის გარეშე. გავიდა 2 კვირა და დაბლოკა ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გაასწორა ნულთან. რას გვერდის რა უნდა? ქართველი ხალხი არასოდეს არ დაიჩოგებს ბიძინა ივანიშვილის წინ. რა ეფილმება, რა ეკინოება, მილიარდებს რო ხარჯავს იქ მოგცეს პენსიონერებს, ეგვე 2 კაპიკი იგი ფული. და მიეხმაროს ხალხს, თორემ ხალხი ადგება და ბიძინა ივანიშვილი მოსულია იმის გულისთვის, რომ საქართველოს დააქციოს და დაამხოს. გურჯაანის სასამართლოდან გაქცეულ პატიმარს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ამბობს, ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო სამუშაოები ისევ გრძელდება. არჩილ თალაკვაძე სჯერა, რომ გაქცეულ პატიმარს უმოკლეს დროში დააბრუნებენ ციხეში. 21 წლის დიმიტრი ხაჩიაშვილი სასამართლოდან გუშინ გაიქცა. მან დროებითი მოთავსების საკანიდან გაპარვა მას შემდეგ მოახერხა, რაც ახკვეთის ღონისძიება შეეფარდა. ხაჩიაშვილის სხეულის დაზიანებისთვის იყო დაკავებული. გუშინ საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიმიტრი ხაჩიაშვილი საგარეჯოში პოლიციის რეიდის დროს ნახეს, თუმცა მან მეორედაც შეძლო გაქცევა. მიმდინარეობს ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები და ჯერა რომ ამ ადამიანს უმოკლეს დროში დავაბრუნებთ იმ ადგილას, რომელიც სასამართლომ შეუფარდა, ასე რომ ვფიქრობ, რომ ეს ღონისძიებები ძალიან მოკლე ხანში დაგვანახებს, სად იყო ეს ადამიანი, სად იმალებოდა და ამაზე დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით. ფოკუსი პირდაპირ ეთერში ბრუნდება.
საქართველოს ბანკის სერვის ცენტრს თავს დაესხნენ შემთხვევა დღეს დილით მუხიანში მოხდა. სერვის ცენტრში ერთი ნიღბიანი ადამიანი შეიჭრა, წაღებული თანხის ოდენობა უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 179 ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. საქართველოს ბანკის კიდევ ერთი სერვის ცენტრი წინა კვირასაც გაძარცვეს. ლიბერტი ბანკის სერვის ცენტრი გაქურდეს სიღნაღის სოფელ ჯუგაანში, წაიღეს სეიფი, რომელშიც 3000 ლარი ინახებოდა. სერვის ცენტრს დაცვა არ ჰყოლია, თავდამსხმელები შენობაში კარიდან შევიდნენ. მოხდარის გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო. ბანკების გახშირებულ ძარცვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ. მისი განცხადებით, თითოეული ასეთი დანაშაული დროულად იქნა გამოძიებული და ყველა მიეცა პასუხისგებაში. ბანკებთან დაკავშირებული ყველა დანაშაული ბოლო პერიოდში იყო ძალიან დროულად გამოძიებული და დამნაშავეები მიეცნენ პასუხისგებაში. ეს თითოეულ შემთხვევაზე შეგიძლიათ ამოიღოთ და ნახოთ, რომ ასე მოხდა. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, აქაც ნახეთ, რომ უმოკლეს დროში იყო ეს გამოძიებული და დამნაშავე დაკავებული და მიეცა პასუხისგებაში. იქნება ეს პოლიციის თანამშრომელი, პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, სხვა მოქალაქე, სხვა პროფესიის ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩაიდგენს დანაშაულს, მიეცემა პასუხისგებაში. აგვისტოში მოკლული დაჩი დარჩიას ოჯახი გამოძიების დაჩქარებას ითხოვს. გამომძიებლებს ისინი გულგრილობაში ადანაშაულებენ. დარჩიაავლაბარში მოკლეს ბრალდებული პოლიციამ მალევე დააკავა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მკვლელობის ადგილზე ეკა ბესელიას ვაჟიც იყო. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეს ინფორმაცია უარყო. აგვისტოში მოკლული დიჯეი დაჩი დარჩიას ოჯახის წევრები გამოძიებას გულგრილობაში ადანაშაულებენ. დარჩიას დედა მკვლელობის მოტივის გამოკვლევას ითხოვს. მისი თქმით, მკვლელობაში ბრალდებულისთვის დანაშაულის შემსუბუქების მიზნით ამტკიცებენ, რომ დაჩი დარჩია მას შეურაცხყოფა მიაყენა. ლილი შეყილაძე სკაიბარის ვიდეო კამერის ჩანაწერების ჩვენებასაც ითხოვს. მკვლელს ამბობენ, გვეუბნებიან, რომ მკვლელს აქვს უფლება დუმილის და იყენებს ამ დუმილის უფლებას. და ზუსტად აქედან გამომდინარე მაქვს დედას ამაზე გულის ტკივილი, რომ ძალიან რთული საქმეებიც გამოძიებულა და დადგენილა მიზეზი. და აქ ამ შემთხვევაში მიზეზის დადგენა არ არის რთული, როცა მკვლელი დაკავებულია. დიჯეი და რეჟისორი დაჩი დარჩია 29 აგვისტოს ღამით თბილისში მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობაში ბრალდებული წარსულში ნასამართლევი პირი მეორე დღეს დააკავა. გამოძიების ინფორმაციით 30 აგვისტოს ღამით ავლაბრის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთ შელაპარაკებისას მიხეილ გემ დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა დაჩი დარჩიას, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ რამდენიმე საათში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით მკვლელობის ადგილზე ეკა ბესელიას ვაჟი რატი მილორავაც იმყოფებოდა, თუმცა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მაშინ ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა. ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი ამბობს, რომ აფხაზეთში ევროკავშირის ოფისის გახსნის შესაძლებლობის შესახებ კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, რაც ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდება. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ჰერბერტ ზალბერი სოხუმში იმყოფებოდა, სადაც სოხუმის რეჟიმის ლიდერს რაულ ხაჯიმბას შეხვდა. აფხაზური მედიის ცნობით ზალბერმა ევროკავშირის მიერ აფხაზეთში ახალი პროექტების განხორციელებისა და სოხუმში ევროკავშირის ოფისის გახსნის სურვილი გამოთქვა. რაულ ჯიმბამ მაშინ თქვა, რომ ყველა პროექტი რეგიონში აფხაზეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს. მე შევხვდები ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, რომელიც აფხაზეთიდან მალე დაბრუნდება. პირადად ვისაუბრებთ, რა მოხდა ზუსტად და რა ითქვა. მხოლოდ ამის შემდეგ შემეძლება კომენტარის გაკეთება. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს აფხაზეთთან მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების რატიფიკაციის შესახებ. ეგრეთ წოდებულ ხელშეკრულებას ხელი პუტინმა და სოხუმის რეჟიმის ლიდერმა 24 ნოემბერს მოაწერეს. სახელმწიფო სათათბირომ მისი რატიფიცირება 23 იანვარს მოახდინა. დოკუმენტის საერთო სამხედრო სივრცის შექმნას, ფსოუზე საზღვრის გაუქმებასა და ენგურზე ადმინისტრაციული საზღვრის გაძლიერებას, ასევე რუსეთის მიერ აფხაზეთში სხვადასხვა სფეროების დაფინანსებას ითვალისწინებს. რუსული გაზეტა ਰੂ ნატოს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ექსკლუზიურ კომენტარს აქვეყნებს, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს შესაძლოა რუსული აგრესიის სამიზნედ ისევ იქცეს და მოსკოვმა თბილისის წინააღმდეგ ეგრეთ წოდებული ჰიბრიდული ომის ტაქტიკა გამოიყენოს. ალიანსის წარმომადგენლის განცხადებით, უკრაინის მოვლენებმა ნატო აიძულა საქართველოში შექმნილ სიტუაციას სხვანაირად შეხედოს. ევროპის ზოგიერთი ქვეყანა შიშობს, რომ საქართველოს შესაძლოა სამხედრო დარტყმის სამიზნე გახდეს. განაცხადა ალიანსის წარმომადგენელმა. მან აღნიშნა, რომ დღეს საქართველო ალიანსის განსაკუთრებული ყურადღების
კონტროლების ქვეშ იმყოფება. ნატოს მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ამჟამად საქართველოს ტერიტორიების ცოცავი ანექსიის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც ალიანსი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების საერთო კონტექსტში განიხილავს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ალიანსისა და საქართველოს თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის ქვეყანაში ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნა დღეს ბრუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე განიხილება. მიწისქვეშა გადასასვლელებში განცხადებების განთავსებისთვის მოქალაქეები დაჯარიმდებიან. ამის შესახებ ქალაქის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის ხდომაზე ისაუბრა. დეტალები სიუჟეტში. მიწისქვეშა გადასასვლელების დანაგვიანებისთვის მოქალაქეები დაჯარიმდებიან. ეს განცხადება დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის ხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, ზოგიერთ საზოგადოებრივ ადგილას, ასევე მიწისქვეშა გადასასვლელებში სხვადასხვა სახის პლაკატებისა და საინფორმაციო მასალების განთავსებისთვის პირველ შემთხვევაში 50, გამეორების შემთხვევაში კი 500 ლარით დაჯარიმდებიან. ნარმანი ასევე თქმით, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე ასეთი განცხადების განთავსების შემთხვევაში ჯარიმა 1000 ლარი იქნება. პირველ შემთხვევაში თუ უკანონოდ მოხდება მიწისქვეშა გადასასვლელებზე, ზოგადად საზოგადოებრივ სივრცეებში, სხვადასხვა სახის პლაკატების და საინფორმაციო მასალის განთავსება გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, განმეორების შემთხვევაში გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ჯარიმა უფრო დიდია კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე ასეთი განაცხადების განთავსებასთან დაკავშირებით, რაც პირველ შემთხვევაში 1000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, განმეორების შემთხვევაში 2000 ლარიან ჯარიმებს. მერიამ ტროტუარებზე პარკირების აკრძალვის გადაწყვეტილებაც მიიღო. ნარმანდიამ თქვა, რომ შესაბამისმა სამსახურებმა ეს საკითხი შეისწავლეს და აღმოჩნდა, რომ მდგომარეობა კრიტიკულია. ამიტომ იმ ტროტუარებზე, რომლის სიგანეც 3 მეტრზე ნაკლებია, მანქანების გაჩერება აიგრძალება. ეს არის სივრცე ფეხით მოსიარულეებისთვის და არა სივრცე ავტომანქანებისთვის. ამიტომაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და დღეს გამოგვაქვს მთავრობის ხდომაზე 210 პარკირების ადგილის გაუქმებასთან დაკავშირებით ტროტუარებზე, რაც შვებას მისცემს ფეხით მოსიარულეებს. იქ სადაც 3 მეტრზე ნაკლებია ტროტუარის სიგანე, იქ შეუძლებელია ავტომანქანის პარკირება ისეთნაირად, რომ ფეხით მოსიარულეებს ხელი არ შეეშალოთ. დედაქალაქის მერმა სოციალურ პროგრამებზეც ისაუბრა. მისი თქმით, თბილისში მიმდინარე წლიდან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ახალი პროგრამა ამოქმედდა. დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის ხდომაზე თქვა, რომ პირველი პაციენტი უკვე დაფინანსდა და 9 თებერვალს იგი სტამბოლში გაემგზავრება, სადაც მას ძვლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია გაუკეთდება. ანალოგიური ოპერაცია პროგრამის ფარგლებში 20 ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფ ბენეფიციარს დაუფინანსდება. სითი პარკისა და წინა საარჩევნოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის თანხების მობილიზების საქმეზე გიგი უგულავასა და გიორგი ღონიაშვილის ადვოკატების მიერ წინას ხდომაზე დაყენებული შუამდგომლობა მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. დაცვის მხარე პროცედურული დარღვევების გამო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილის დაუშვებლად ცნობას ითხოვდა. მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნის ის ნაწილი გაიზიარა, რომელიც ღონიაშვილის მანქანიდან ამოღებულ ფულად თანხას ეხებოდა. წინა სასამართლოს ხდომაზე მოსამართლემ აღნიშნული თანხის დათვალიერების ოქმი მტკიცებულებათა სიიდან ამოიღო. სასამართლომ თითქმის შეიძლება ითქვას, სრულად გაიზიარა ჩვენი პოზიცია და რამდენიმე ასეული მტკიცებულებიდან მხოლოდ დაუშვებლად ცნობს 303 მტკიცებულება, რომელიც ბრალდების მხარის აზრით ვერანაირი გავლენას ვერ მოახდენს იმ მტკიცებულებათა სტანდარტზე, რაც საჭიროა საქმეზე გამომტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. შემდგომში ვერ იმსჯელებს სასამართლო რაიმე სახის უკანონო თანხების ლეგალიზებაზე, ვერ იმსჯელებს რაიმე სახის უკანონო თანხაზე და უკანონო ფულზე. ეს არის ცალსახად მითითებული დღევანდელი მოსამართლის გადაწყვეტილებაში, რომ საბოლოოდ საქმის არსებითი განხილვისთვის მტკიცებულების სახით ფული არ არის საქმეში. ანტიკორუფციული საბჭოს ხდომაზე 2015-16 წლების ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მიიღეს. ხდომის მონაწილეებმა განიხილეს ანტიკორუფციული დოკუმენტების მონიტორინგისა და შეფასების ახალი მეთოდოლოგიაც. ხდომას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხვადასხვა სტრუქტურებმა წარმოადგინეს ინიციატივები, მათ შორის პროკურატურა გამოვიდა ინიციატივით კერძო სექტორში კორუფციული დანაშაული ისეთივე სიმკაცრით დაისაჯოს, როგორც საჯარო სფეროში. თეა წულუკიანის თქმით, მნიშვნელოვანია აქცენტი გაკეთდეს პრევენციულ ღონისძიებებზე, სწორედ ამიტომ გადაწყდა განათლების სამინისტროს ჩართვა ანტიკორუფციულ საბჭოში.
ბოლო 2 წლის მანძილზე ჩვენ მივახციეთ იმას, რომ აბსოლუტურად დახურული სტრუქტურები გაიცნა საზოგადოებისთვის, გამჭვირვალობა გახდა მთავარი სიტყვა და დევიზი ყველა სახელმწიფო სტრუქტურის და ანგარიშვალდებულება. ეს ადრე ასე არ იყო, ადრე კორუფციასთან ბრძოლის მთავარი მექანიზმი და იარაღი იყო ადამიანის ციხეში ჩასვლა. ეს ასეც დარჩება, თუ კი ვინმე კორუფციაში ხელს გაურევს, იქნება ეს საჯარო თუ კერძო სექტორში, მაგრამ ჩვენ გვჭირდება თანამედროვე ბრძოლის იარაღებიც და ამას ეხება სწორედ ჩვენი 15-16 წლების სტრატეგია. იქნება სპეციალური სამმართველო, რომელიც იმუშავებს კორუფციული დანაშაულებების სისხლისამართლებრივი დევნის კუთხით. აღნიშნული სამმართველო განახორციელებს როგორც სრულფასოვან გამოძიებას, ასევე დევნის დაწყებას და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას. მნიშვნელოვანი სიახლეებია ის, რომ იგეგმება სხვადასხვა კუთხით სანქციების გამკაცრება. ჩვენს მიერ შემუშავებულია სამუშაო გეგმა 15-16 წლებთან დაკავშირებით, აქ არის ეს მე-12 პრიორიტეტი. დღესდღეობით მინდა მოგახსენოთ, რომ მიმდინარეობს სემინარის სწავლება, რომელიც ხორციელდება ბრიტანელების ოფისთან წარმომადგენლებთან ერთად. ეს არის სადღაც 60-დღიანი სწავლება თავდაცვის სფეროში, ასე ვთქვათ, კორუფციასთან და ბრძოლასთან და საერთოდ ამ მეთოდოლოგიის, ასე ვთქვათ, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული შესაძლებლობებისა და შემდეგ დანერგვის აი ამ სისტემის დანერგვის ეფექტური შესაძლებლობასთან დაკავშირებით. არასამთავრობო ორგანიზაციები ეკონომიკის სამინისტროს მიმართავენ და პანორამა თბილისის მშენებლობასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მიღებასა და მეტ გამჭვირვალობას თხოვენ. მათ ნაწილს ამ პროექტის გარშემო ჩატარებულ ყველა სხდომაზე დასწრება სურს. ხსენებული მოთხოვნით ორგანიზაციებმა განცხადებები უკვე შეიტანეს სამინისტროში და თან პეტიციაც დაურთეს, რომელსაც 4000 ადამიანი აწერს ხელს უწყებაში. პარალელურად 2 წერილი შევიდა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ავტორობით. საიმსახირო ჩათვალა, რომ მიემართა ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ότι ეკონომიკის სამინისტროს გამოიყენებინა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება და პროექტთან დაკავშირებით ჩაეტარებინა საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, რაც რეალურად ყველა დაინტერესებულ პირს მისცემს იმის უფლებას, რომ მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში, გაეცნოს დოკუმენტებს, დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება და რეალურად ეს იქნება კარგი მაგალითი ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან გამჭვირვალობის და ღიაობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებისთვის. გადაწყვეტილების მიღებამდე ჩვენ გვინდა რომ ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ, რასაც ექსპერტები ყველა დარგში საკუთარ კომპეტენტურ აზრს გამოთქვამენ. მეორე ამ განცხადებას ჩვენ დაურთეთ პეტიცია. პეტიციის მთავარი შინაარსი არის ის, რომ ეს პანორამის ეს პროექტი განხორციელდეს სადმე სხვაგან, ან საერთოდ არ განხორციელდეს, ყოველ შემთხვევაში არა იმ ტერიტორიაზე, სადაც მონიშნულია ეს სამი სალოკაციო ადგილი. ანუ ეს არის სლოვაკის ქედის ეკავშირის ყოფილი შენობა და ერეკლე მეორის მოედანი. დღეს შევიტანეთ ეკონომიკის სამინისტროში განცხადება, სადაც მოვეთხოვთ, რომ დავესწროთ პანორამა თბილისის გარშემო ყველა განხილვას. ჩვენი მხრიდან ჩვენ მათ თავაზობთ სპეციალისტების, ასე ვთქვათ, სრულ პაკეტს, სადაც შედიან ქალაქგეგმარებლები, ტრანსპორტის სპეციალისტები, ეკონომისტები, იურისტები, დენდროლოგები და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ამ ხელა ინვესტიციის ესე ნაჩქარება და დაუფიქრებლად გაკეთება იქნება დამანგრეველი ქალაქისთვის. რაღაც აშენება თავისთავად კარგია, მაგრამ ეს თუ გაუაზრებლად შენდება ამ ხელა ინვესტიციით, შეიძლება 10 იმდენი ზიანი მიაყენოს, ვიდრე აშენებით მიაყენებს სარგებლოს ქალაქს. ახლა კი რეგიონის და საერთაშორისო ამბები. უკრაინაში კრიზისი გრძელდება. პრორუსის სეპარატისტები და რუსი ინტერვენტები ქალაქ დებალცევოს კვლავ უტევენ. ლუგანსკის ოლქში მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებულ პუნქტებს ტერორისტები გრადის ტიპის დანადგარებით ბომბავენ. უკრაინაში ქალაქ დებალცევოსთან სეპარატისტებმა ღამით კვლავ უკრაინელ სამხედროთა პოზიციებზე შეტევას სცადეს. სამხედროებმა შეტევები მოიგერიეს. ტერორისტებმა უკრაინულ პოზიციებს ცეცხლი 25-ჯერ გაუხსნეს. ლუგანსკის ოლქში დასახლებულ პუნქტებს გრადის ტიპის დანადგარებიდან ესროლეს. ანტიტერორისტული ოპერაციის პრეს-ცენტრის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა მოწინააღმდეგეს დიდი დანაკარგები მიაყენეს. უკრაინული წყაროების ინფორმაციით, დებალცევოსთან სეპარატისტების შეტევის განახლების მიზნით ახალი ტექნიკისა და ცოცხალი ძალის მობილიზება ეწევიან. ეუთომ დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდა 3 დღით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადონ, რათა მშვიდობიანმა მოსახლეობამ საშიში რაიონების დატოვება შეძლოს. პრეზიდენტმა პოროშენკომ განაცხადა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში უკრაინა დასავლეთისგან ლეტალურ შეიარაღებას მიიღებს. მუსლიმ ექსტრემისტებმა კიდევ ერთი ადამიანის მოკვლის ვიდეო გაავრცელეს. ეგრეთ წოდებულმა ისლამურმა სახელმწიფომ იორდანიელი მფრინავი ცოცხლად დაწვა. მოაზალ კასასბის მოკვლა უკვე დაგმო საერთაშორისო საზოგადოებამ. იორდანიის ხელისუფლებამ კი საპასუხოდ რამდენიმე ტერორისტი დასაჯა სიკვდილით.
ისლამურმა სახელმწიფომ კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა. ჩანაწერში ტერორისტები ცოცხლად წვავენ იორდანელ მფრინავს მოას ალ-კასასბის, რომელიც ტყვედ დეკემბერში ჩაიგდეს მას შემდეგ, რაც მისი თვითმფრინავის სირიაში რაქას მახლობლად ჩამოვარდა. მოას ალ-კასასბი მონაწილეობდა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ოპერაციაში, რომელსაც საერთაშორისო სამხედრო კოალიცია შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით ატარებს. პილოტის მოკვლის საპასუხოდ იორდანიის ხელისუფლებამ 2 ტერორისტის სიკვდილით დასაჯა და კიდევ 4 განაჩენის აღსრულებას აპირებს. ქვეყანაში ისლამისტი ტერორისტების წინააღმდეგ აქციები გაიმართა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მომხდარს ისლამური სახელმწიფოს ბარბაროსობის მორიგი გამოვლინება უწოდა. თუ ეს ვიდეო ნამდვილია, ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, თუ რამდენად ბარბაროსულად მოქმედებს ეს ორგანიზაცია. ფიქრობ, კოალიციამ უნდა გააორმაგოს ძალისხმევა, რათა საბოლოო ჯამში ისინი დავამარცხოთ. მომხდარი ასევე იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად გაკოტრებულია მათი იდეოლოგია. იმის ნაცვლად, რომ ისაუბროს, როგორ გახადოს ადამიანების ცხოვრება უკეთესი, ამ ორგანიზაციას მხოლოდ სიკვდილიდან ნგრევა აინტერესებს. ამერიკის პრეზიდენტი იორდანიის მეფე აბდულა მეორეს შეხვდა და მას სამხედროს დაღუპვის გამო სამძიმარი გამოუცხადა. თეთრი სახლის განცხადებით, ტერორისტების დანაშაული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მათი განადგურების ძალისხმევას მხოლოდ გააძლიერებს. პილოტის მკვლელობა გაეროს უშიშროების საბჭომაც დაგმო. სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა ტაივანში ავიაკატასტროფის შედეგად. ტრანსაზია აირვეის კუთვნილი ATR ტიპის თვითმფრინავი ტაიბეის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ ხიდს შეეჯახა და მდინარეში ჩავარდა. ავიაკატასტროფა ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს. ბორტზე 58 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავი თითქმის მთლიანად წყალში ჩაიძირა, ადგილზე მაშველები მუშაობენ. თვითმფრინავი ადგილობრივ რეისს ძინმენის კუნძულებისკენ ასრულებდა, მგზავრებს შორის ჩინელი ტურისტებიც იყვნენ. სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა ნიუ-იორკის მახლობლად საგარეო უბნო მატარებლის ავტომანქანასთან შეჯახების შედეგად. შემთხვევა სარკინიგზო გადასასვლელზე ნიუ-იორკიდან 32 კილომეტრში მოხდა. მატარებელი, რომელშიც 800-მდე მგზავრი იყო, გადასასვლელზე გაჩერებულ მანქანას დაეჯახა. ავტომობილსა მატარებლის პირველ ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა. დაღუპულთა შორის ავტომობილის მძღოლი და მატარებლის 6 მგზავრია. სარკინიგზო კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ავტომანქანა გადასასვლელზე იმის გამო გაჩერდა, რომ შლაგბაუმი მის სახურავზე დაეშვა და მოძრაობის საშუალება აღარ მისცა. ახლა კი დავბრუნდეთ კვლავ საქართველოში. 4 თებერვალს სასტუმრო თბილისი მარიოტში კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანიის სამიზნე სიცოცხლისთვის ფარგლებში სპეციალური ღონისძიება გაიმართა. კამპანიის მიზანია საზოგადოების ინფორმირება ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ეფექტურობისა და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდის მხარდამჭერი კამპანიის შესახებ. ღონისძიების ორგანიზატორია კოალიცია ევროპა საქართველო, რომელიც 2006 წელს შეუერთდა ქალაქ მილანში დაარსებულ კოალიციას ევროპა დონა, რომლის ძირითად მიზანს ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. ღონისძიების ფარგლებში პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, რომლის მიზანიცაა ძვირადღირებული მკურნალობა სახელმწიფოს მიერ იყოს უზრუნველყოფილი. შევადგინეთ პეტიცია მიმართვა მთავრობისთვის, იმიტომ რომ არის ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ძალიან ძვირადღირებული პრეპარატები, რომლებიც უამრავ სიცოცხლეს გადაარჩენს და ამ დროს დაფინანსებაში არ შედის და ვაგროვებთ ხელმოწერებს, რომ იქნებ ადამიანებმა უამრავი ხელმოწერა მოგიგროვდეს, რომ მე მთავრობამ გაგვითვალისწინოს და მოხდეს დაფინანსება ამ პრეპარატების. ჩვენ საუბრობთ დამიზნებით თერაპიაზე. ეს არის თერაპია, რომელიც ნამდვილად უკვე დამტკიცებულია, წლებია, რომ არის ეფექტური და უბრალოდ ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველოში მინიმუმ გამოკვლევებს მაინც დავიწყებთ იმუნოჰისტოქიმიურს, რომელიც ამ სამიზნეებს აღმოაჩენს. რაც შეეხება ამ სამიზნეების დაფინანსებას, ეს რა თქმა უნდა საზოგადოებამ ერთად უნდა შეთანხმების მიხედვით გადავწყვიტოთ. სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლა არის და თითოეული სიცოცხლე რამდენად მნიშვნელოვანია, ვიცით, როდესაც ადამიანი იგებს ამ საშინელი დაავადების შესახებ, პირველი რაზეც იწყებს ფიქრს არის ის, რომ რა შეიძლება გააკეთოს ამ დროს და თითოეული ადამიანის მხარში დგომა არის დარწმუნებული ვარ, უზარმაზარი შვება და არ შეიძლება ეს ადამიანები ამ საშინელი დაავადების წინაშე დატოვო მარტო. შესაძლებელია სწორი პოლიტიკით დავეხმაროთ ქალბატონებს, რომელსაც ძალიან ჭირდება სიცოცხლე. ამით დღევანდელი ფოკუსი დასრულებულია, ჩვენ ხვალ დაგიბრუნდებით. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.